2002 წლის 6 თებერვალს ქალაქ ვანკუვერიდან დაახლოებით 27 კილომეტრში პატარა დასახლება პორტ კოკვიდლამში კანადის პოლიციამ ღორების ფერმაში მოწყობილი ადამიანების სასაკლაო აღმოაჩინა. Ამ საზარელი აღმოჩენის შემდეგ დაიწყო კანადის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება სერიული მკვლელობების საქმეზე, რომელსაც ვანკუვერის ყასაბი უწოდეს. $1995-დან 1996 წლამდე ვანკუვერის ყველაზე ღარიბი უბნიდან დაუნთაუნ ისტ-საიდიდან 21 ახალგაზრდა ქალი გაუჩინარდა. ვანკუვერის ეს უბანი იმ პერიოდში უამრავი უსახლკარო და ნარკოდამოკიდებული ადამიანის თავშესაფარს წარმოადგენდა, სადაც ყოველდღიური გადარჩენისთვის და ნარკოტიკის დოზისთვის მრავალი ქალის სხეულით ვაჭრობით იყო დაკავებული. დაკარგული ქალების ნათესავები და მეგობრები პოლიციას დაუკავშირდნენ და ქალების გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამ ფაქტებს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. პოლიცია ნათესავებსა და მეგობრებს ეუბნებოდნენ, რომ ქალები სავარაუდოდ სხვა ქალაქში გადავიდნენ და ისინი უბრალოდ არ გააფრთხილეს. სინამდვილეში კი პოლიცია სერიოზულად არ აღიქვამდა იმ საქმეებს, რომლებიც დაუნთაუნ ისტ-საიდში მცხოვრებ ადამიანებს ეხებოდა. 1997 წლის დასაწყისში დაუნთაუნის რაიონიდან კიდევ 9 ქალი გაუჩინარდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც პოლიციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა. ქალების გაუჩინარება მათი ახლობლების გარდა შეამჩნია ელეინ ალანმაც, ქალმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, რომელიც ქუჩაში მომუშავე სექს-მუშაკ ქალებს საკვებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფდა. ელეინმა პოლიციას არაერთხელ მიმართა და რამდენიმე ქალის გაუჩინარების შესახებ აცნობა, თუმცა სამართალდამცველებმა არც ამჯერად დაიწყეს გამოძიება. პოლიციამ არც მოსახლეობა გააფრთხილა ქუჩიდან გაუჩინარებული გოგონების საგანგაშო რაოდენობის შესახებ, რადგან საქმე დაუნთაუნის უბანში მცხოვრებ ადამიანებს ეხებოდა, რომელთა ბედი მათ აშკარად პრიორიტეტად არ მიაჩნდათ. ამ დროს კი ვანკუვერის ამ ყველასგან მივიწყებულ რაიონში წლების განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა მონსტრი, ადამიანი, რომელიც საკუთარ ბინძურ ფანტაზიებს გოგონების სიცოცხლის ფასად იკმაყოფილებდა. 1997 წლის 22 მარტს ვანკუვერის ერთ-ერთ საავადმყოფოდან პოლიციაში დარეკეს და შეატყობინეს, რომ მათთან ცივი იარაღით დაჭრილი ქალი მიიყვანა წყვილმა, რომლებმაც იგი ქალაქთან ახლოს მდებარე გზაზე ნახეს. დაჭრილი ქალი დაუნთაუნ ისტ-საიდის რაიონში მცხოვრები სექს-მუშაკი ვენდი ლინ აიშტერტერი აღმოჩნდა. ვენდი პოლიციას მოუყვა, რომ ფულის სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობისთვის იგი გაჰყვა მამაკაცს, სახელად რობერტ პიქტონს, რომელიც ვანკუვერთან ახლოს პატარა დასახლებაში პორტ კოკვიდლამში მდებარე ღორების ფერმაში ცხოვრობდა. ფერმაში მისვლის შემდეგ ისინი საცხოვრებელ ვაგონში შევიდნენ, სადაც პიქტონმა ქალისთვის ხელბორკილების დადება სცადა. ვენდის შეეშინდა წინააღმდეგობა გაუწია და შეძლო მისგან თავის დაღწევა, თუმცა პიქტონი დაეწია და დანით რამდენჯერმე დაჭრა. დაჭრილმა ვენდიმ შეძლო სამზარეულოს მაგიდიდან დანა აეღო და თავდაცვის მიზნით მასაც მიაყენა რამდენიმე ჭრილობა. შემდეგ კი საცხოვრებელი ვაგონიდან იქცა. დაჭრილმა გზამდე მიაღწია, სადაც გამვლელი მანქანა გააჩერა და მაშინ მყოფ წყვილს დახმარებას თხოვა. მათ კი ქალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალევე იმავე საავადმყოფოში მივიდა თავად დაჭრილი რობერტ პიქტონიც. მისი ჯიბიდან ამოიღეს გასაღები, რომელიც ქალის ერთ მაჯაზე დარჩენილ ხელბორკილს ზუსტად ერგებოდა. პოლიციამ პიქტონი დააკავა და მას ბრალი წაუყენა მკვლელობის მცდელობაში, ცივი იარაღით თავდასხმასა და იძულებით თავისუფლების აღკვეთაში. თუმცა მალევე იგი $2000 კანადური დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 1998 წლის 27 იანვარს პიქტონის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობის ბრალდება გაუქმდა, რადგან პროკურატურის დადგენილებით ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მსხვერპლი ქალის ჩვენება იმდენად სუსტი იყო, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარის მტკიცებულებად არ ჩაითვალა.
რობერტ უილიამ პიქტონი დაიბადა 1959 წლის 24 ოქტომბერს ლეონარდ ფრენსის პიქტონისა და ლუიზ ჰელენ არნალის ოჯახში. ისინი ვანკუვერთან ახლოს პატარა დასახლებაში პორტ კოკვიტლამში ღორების ფერმაში ცხოვრობდნენ. პიქტონის უფროსი და ლინდა მშობლებმა ბავშვობიდანვე ვანკუვერში ნათესავებთან გააგზავნეს საცხოვრებლად, რადგან თვლიდნენ, რომ ღორების ფერმა ახალგაზრდა გოგონას აღზრდისთვის შეუფერებელი გარემო იყო. რობერტი და მისი უმცროსი ძმა დევიდი ადრეული ასაკიდანვე მუშაობდნენ ფერმაში. რობერტი ძალიან იყო მიჯაჭვული დედაზე, მიუხედავად იმისა, რომ ქალი საშინელი ხასიათის ადამიანი იყო. მამასთან ურთიერთობას კი მუდმივად გაურბოდა, რადგან ის ოჯახის წევრებზე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. პიქტონის დედა ნამდვილი ტირანი იყო. ის აიძულებდა მცირეწლოვან შვილებს მუდმივად ფიზიკურად ემუშავათ ღორების ფერმაში. ქალი ღორებს შვილებზე და მათ პირად ჰიგიენაზე წინაყენებდა. ბავშვებს სკოლაში გაურეცხავი ჭუჭყიანი ტანსაცმლით აგზავნიდა, რის გამოც მასაც და მის შვილებსაც მუდმივად ნაკელი სუნი ასდიოდათ. ამის გამო სკოლაში ბავშვების გვერდით არავინ ჯდებოდა, ხოლო ორივე ძმას მეტსახელად მყრალ ღორებს ეძახდნენ. პიქტონს და მის უმცროს ძმას სძულდათ სკოლა და სწავლაც ძალიან უჭირდათ. ისინი შეძლებისთანავე აცდენდნენ გაკვეთილებს, ან იპარებოდნენ სახლში და სკოლის დამთავრებამდე საწოლის ქვეშ იმალებოდნენ, რათა მშობლებს არ გაეგოთ. რობერტს საერთოდ არ ჰყავდა მეგობრები. ის მთელ თავის დროს ღორების ფერმაში მუშაობაში ატარებდა. 11 წლის ასაკში მან თავისი დანაზოგით პატარა ხბო იყიდა. ეს ცხოველი მისი ერთადერთი მეგობარი გახდა. მას ძალიან უყვარდა და სკოლიდან სახლში დაბრუნებისთანავე პირველ რიგში მას ნახულობდა, აჭმევდა და ზრუნავდა მასზე. ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებულმა ხბო ვეღარ იპოვა. რობერტი მამასთან მივიდა და ჰკითხა, თუ სად იყო მისი მეგობარი. მამამ კი ირონიული ღიმილით უთხრა, ბეღელში ენახა. როდესაც რობერტი ბეღელში შევიდა, იქ ნანახმა ბავშვი შოკში ჩააგდო. მისი საყვარელი მეგობარი მამას დაეკლა, დაენაწევრებინა და ხორცი გასაყიდად ჰქონდა გამზადებული. ნანახით შოკირებული რობერტი ისტერიკაში ჩავარდა. ერთადერთი მეგობარი, რომელიც მას ჰყავდა და ძლიერ უყვარდა, სასტიკად მოუკლეს. ფსიქოლოგების აზრით, სწორედ ამ შემთხვევამ იმოქმედა ბავშვის ფსიქიკაზე და მის განვითარებაზე მძიმე კვალი დატოვა. 14 წლის ასაკში ბიჭმა საბოლოოდ მიატოვა სკოლა და ხორცის მაღაზიაში ყასფის დამხმარედ დაიწყო მუშაობა. იქ მან აღმოაჩინა, რომ ცხოველების სხეულის გაკვეთისა და დანაწევრების უნარი ჰქონდა, ხოლო ეს პროცესი მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. რობერტი მალევე პროფესიონალ ყასბად ჩამოყალიბდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში პიქტონი განაგრძობდა ღორების ფერმაში მუშაობას. პარალელურად კი თანდათან უფრო ხვეწდა ყასბის უნარებს ხორცის მაღაზიაში. 1967 წლის 16 ოქტომბერს რობერტ პიქტონის ცხოვრებაში კიდევ ერთი შოკის მომგვრელი შემთხვევა მოხდა. მისმა 16 წლის უმცროსმა ძმამ, დევიდმა, ახლად მიღებული მართვის მოწმობის აღების შემდეგ გადაწყვიტა, ოჯახის სატვირთო მანქანით მარტო გასეირნება, თუმცა გამოუცდელმა მძღოლმა შემთხვევით გზაზე მიმავალ ბიჭს დაარტყა. შეშინებულმა დევიდმა დაშავებული ბავშვი გზაზე მიატოვა და სასწრაფოდ სახლში დაბრუნდა, სადაც ყველაფერი დედას უამბო. დედამ დევიდს უბრძანა სატვირთო ავტოფარეხში დაემალა, თავად კი დაშავებული სანახავად გაემართა. გზაზე მან სისხლში ამოსვლილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ბიჭი იპოვა. ჰელენმა წამებში გადაწყვიტა მომხდარის ერთადერთი მოწმის ბედი და მან ბიჭი გზასთან ახლოს წყლით სავსე თხრილში გადააგდო, სადაც ის დაიხრჩო. როდესაც პოლიციამ დამტვრეული და დამხრჩვალი ბავშვის სხეული იპოვა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის გარემოებები საეჭვოდ გამოიყურებოდა, მათ ზედმეტი გამოძიება არ ჩაუტარებიათ და ეს საზარელი მკვლელობა უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს. პიქტონის დედა უკიდურესად ანტისოციალური ქალი იყო. ფსიქოლოგების აზრით, სწორედ ზემოთ ხსენებულმა შემთხვევამ და მისმა თვისებებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს მის შვილებზე, განსაკუთრებით კი რობერტზე, რომელსაც ჩამოუყალიბდა მტკიცე რწმენა, რომ რაც არ უნდა ჩაედინა, ყველაფერი შერჩებოდა და ნებისმიერ დანაშაულს დაუსჯელად გადაურჩებოდა. 1970 წელს, თავის 21 დაბადების დღეზე რობერტ პიქტონმა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დატოვა სამსახური, სადაც ყასბად მუშაობდა და მთლიანად გადაერთო ოჯახის ღორების ფერმაზე. არსებობს ვარაუდი, ის გრძნობდა, რომ ფერმის გარეთ უცხო გარემოში ვერ გაუმკლავდებოდა ცხოვრებისეულ სირთულეებს. ამას ემატებოდა დედაზე ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობაც, რამაც ის კვლავ ფერმაში დააბრუნა. ნაცნობდა მისთვის უსაფრთხო სივრცეში, სადაც შეეძლო ისევ ღორებზე ეზრუნა. პიქტონი ფერმაში მუშაობის პარალელურად ხშირად სტუმრობდა ცხოველების ბაზრობებს, სადაც ღორებს ყიდულობდა. შემდეგ კი მათ ფერმის ტერიტორიაზე მოწყობილ სასაკლაოში კლავდა და ხორცს ყიდდა.
ახლული ცხოველებისგან დარჩენილ ნარჩენებს დიდ კასრებში აგროვებდა და ვანკუვერთან ახლოს მდებარე ცხოველების ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში მიჰქონდა. ქარხანაში ვიზიტის შემდეგ პიქტონი ხშირად მიემართებოდა ვანკუვერის ყველაზე ბნელ და საშიშ უბანში, დაუნთაუნ ისთ საიდში, სადაც მრავლად იყვნენ ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სექსმუშაკები. სწორედ იქ პიქტონი ხშირად პოულობდა მეძავებს, რომლებიც მისი შეუხედავი გარეგნობისა და მყრალი სუნის მიუხედავად ფულის სანაცვლოდ მის სექსუალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდნენ, იმას, რასაც სხვაგან ვერსად ვერ პოულობდა. პიქტონი ყველანაირად ცდილობდა სექსმუშაკებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. მათზე დიდ თანხებს ხარჯავდა, რათა კმაყოფილები დარჩენილიყვნენ და სხვებისთვისაც ეთქვათ, თუ როგორი კარგი ადამიანი იყო რობერტ პიქტონი. ამ ბინძურ და მორალურად დანგრეულ გარემოში მან საკუთარი ადგილი იპოვა. პიქტონი ხშირად დადიოდა დაუნთაუნის ღამის ბარებში, სადაც მამაკაცები მას პატივისცემით ეპყრობოდნენ, ქალები კი ინტიმურ მომსახურებას თავაზობდნენ. ბუნებით სუსტი და არასრულფასოვნების განცდით დაკომპლექსებული პიქტონი ცდილობდა ამ სამყაროში მაინც ებრძნო ძალაუფლება და გავლენა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს უბრალო სურვილი საზარელ მოთხოვნილებად გადაექცა. როდესაც ფულის სანაცვლოდ ქალებს ხვდებოდა, თავდაპირველად ყოველთვის კეთილგანწყობილი და მეგობრული იყო, მაგრამ როგორც კი ისინი მის მანქანაში ხდებოდნენ, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა აგრესიული გამხდარიყო. მძიმე ბავშვობისა და დამახინჯებული ფსიქიკის გამო რობერტ პიქტონი ნელ-ნელა მონსტრად ყალიბდებოდა, ადამიანად, რომლისთვისაც სექსმუშაკი ქალები ყველაზე ადვილი ნადავლი იყვნენ. პიქტონში თითქოს ორი განსხვავებული პიროვნება ცხოვრობდა. ის მთელ დღეს ფერმაში ატარებდა, უვლიდა ღორებს და დაკავებული იყო მძიმე ფიზიკური შრომით, ხოლო ღამით ვანკუვერის ბნელ გახრწნილ უბანში დახეტიალობდა და სექსმუშაკებთან დროს ატარებდა. უბრალო ფერმერი ქალაქის ამ უბანში თავს მეფედ გრძნობდა, უხვად არიგებდა ფულს, ყიდულობდა ახლად გაჩენილ მეგობრებს სასმელსა და ნარკოტიკებს და სჯეროდა, რომ ის ამ პატარა ბინძურ სამყაროს mbრძანებელი იყო. თუმცა 1978 წელს პიქტონის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. მისი ორივე მშობელი მძიმედ დაავადდა. იმავე წლის იანვარში მამა გარდაიცვალა, ხოლო დედას კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა. პიქტონი იძულებული გახდა მასზე ეზრუნა. ყოველდღე უყურებდა, როგორ ხდებოდა ოდესღაც ძლიერი ქალი, ავადმყოფ, სუსტ და უმწეო არსებად. აპრილში დედა გარდაიცვალა, ხოლო ფერმა და სასაკლაო სამშვილს დაუტოვა. მემკვიდრეობა დედმამიშვილებმა გადაინაწილეს, მაგრამ ძმას დევიდს და უფროს დას ლინდას ფერმაში მუშაობა არ უნდოდათ. ამიტომ ფერმის მართვა და სამუშაოები რობერტმა თავის თავზე აიღო. ღორების მოვლა, შემდეგ კი მათი დაკვლა და დამუშავება მისთვის ერთადერთი საქმე იყო, რაც კარგად ეხერხებოდა. დიდი ინტელექტით ის არ გამოირჩეოდა და როგორც თვითონ ამბობდა, ისე ცხოვრობდა როგორც ღორი, ხოლო მისი მთელი ცხოვრება ამ ცხოველების გარშემო ტრიალებდა. შესაძლოა ასეთი ცხოვრება პიქტონს დიდად არ მოსწონდა, მაგრამ იცოდა, რომ სხვა სფეროში დიდს ვერაფერს მიაღწევდა და ფიქრობდა, რომ ფერმა მომავალში შესაძლოა უფრო ღირებულიც გამხდარიყო. მის ძმას დეივს მშობლების სახლი დარჩა, ხოლო პიქტონი გადაბარგდა ფერმის ტერიტორიაზე მდგარ საცხოვრებელ ვაგონში. მარტო დარჩენილმა პირველად იგრძნო თავი ამ ადგილის რეალურ მესაკუთრედ, იქ სადაც შეიძლებოდა ყველაფრის გაკეთება, რაც მას მოესურვებოდა. პიქტონი იმდენად ამაზრზენი და უსიამოვნო პიროვნება იყო, რომ მის გარშემო ადამიანები მასთან მხოლოდ გამორჩენის მიზნით ჩერდებოდნენ. პიქტონი იმ დასახლებაში მცხოვრებ ქალებს უხდიდა, რომ საცხოვრებელი ვაგონი დაესუფთავებინათ, ამ ფერმის საქმეებში დახმარებოდნენ, მაგრამ ის ნებისმიერ სასიყვარულო შეთავაზებას ისინი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდნენ. ერთ საღამოს, როცა პიქტონი ის საიდის ქუჩებში დახეტიალობდა, ამ ქუჩაში 14 წლის გოგონა შენიშნა. პიქტონმა ის თავის მანქანაში შეიტყუა და დანის მუქარით გააუპატიურა. შემდეგ კი მიტოვებულ ავტოსადგომზე გადმოაგდო. გოგონას მიმართ მან ისეთი დამოკიდებულება გამოავლინა, როგორიც ფერმის ცხოველების მიმართ. მისთვის ისინი უბრალო არსებები იყვნენ, რომელთანაც შეიძლებოდა მოქცეულიყო ისე, როგორც მას მოესურვებოდა. 1994 წელს პიქტონებმა ფერმის ჩრდილოეთ ნაწილი გაყიდეს, რამაც მათ თითქმის $2 მილიონი მოუტანა, ხოლო 1996 წელს რობერტ პიქტონმა და მისმა ძმამ ახალი საქმე წამოიწყეს. დაიწყეს სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზება. მათ ფერმის ტერიტორიაზე უზარმაზარ ბოსელში ბარი მოაწყვეს, რომელსაც ღორების სასახლე დაარქვეს. იქ მართავდნენ აღვირახსნილ წვეულებებს, სადაც თავს იყრიდა მრავალფეროვანი საზოგადოება. სტუმრებს შორის იყვნენ სექსმუშაკები,
რომლებიც სტუმრებს განსაკუთრებულ მომსახურებას თავაზობდნენ, ხოლო ძმები მათთან ერთად ხშირად საცხოვრებელ ვაგონში მარტოვდებოდნენ მაზოხისტური სექსის მიზნით. ამ ყველაფრის შესახებ მალევე გავრცელდა ინფორმაცია და საზოგადოების მოთხოვნით პიქტონების ბარი დაკეტეს. რობერტ პიქტონი გრძნობდა, რომ ფული მას ადამიანებზე ძალაუფლებას აძლევდა, განსაკუთრებით კი იმ ქალებზე, რომლებიც ისტ-საიდის ქუჩებში ცხოვრობდნენ. ფულის სანაცვლოდ ის მათ იყენებდა ისე, როგორც მას მოესურვებოდა, საკუთარი გარყვნილი და საზარელი ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად. ის იყო მეღორე, რომელსაც ისეთი შემზარავი მიდრეკილებები ჰქონდა, რომელთა უბრალო წარმოდგენაც ადამიანებში ზიზღსა და შიშს იწვევდა, ხოლო როცა ვერ იღებდა იმას, რაც მას სურდა, ღირსიერად სასტიკი და დაუნდობელი ხდებოდა. 1997 წლის აგვისტოში პიქტონი კვლავ ეწვია ისტ-საიდის რაიონს. ხამის ბართან მან გაიცნო 24 წლის ნარკოდამოკიდებული სექსმუშაკი მარნი ფრეი, რომელსაც სექსის სანაცვლოდ ნარკოტიკები და ფული შესთავაზა. შემდეგ ხალი თავის საცხოვრებელ ვაგონში წაიყვანა, რომელიც ფერმის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სექსუალური ურთიერთობის შემდეგ პიქტონმა მარნი ფრეი დაახრჩო. შემდეგ მისი სხეული დაანაწევრა. ბილი ქსოვილები ღორების ხორცთან ერთად გაატარა ხორცის საკებში, ნაწილი კი ღორებს აჭამა, ძვლები ფერმის ტერიტორიაზე დამარხა, ხოლო დარჩენილი ნაწილები ცხოველთა ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში წაიღო ღორების ნარჩენებთან ერთად. მარნი ფრეის მკვლელობით პიქტონის ცხოვრებაში ახალი სისხლიანი ეპოქა დაიწყო. ახლა როცა ქალებზე დომინირების მანიაკალური სურვილი მის ბუნებაში ღრმად იყო გამჯდარი, მას დაემატა კიდევ ერთი სასტიკი და დაუნდობელი სურვილი მათი მკვლელობის. ისტ-საიდის რაიონიდან ქალები უპრობლემოდ მიჰყვებოდნენ ვილი პიქტონს მის ფერმაში, რადგან მის შესახებ გავრცელებული იყო ხმა, თითქოს ის კეთილი და გულუხვი ადამიანი იყო. პიქტონი ისტ-საიდში მცხოვრებ რამდენიმე ქალთან მეგობრობდა, რომლებიც მასზე მუდამ დადებით ლაპარაკობდნენ. მათ შორის იყო ლინ ელინგსენი, ნარკოდამოკიდებული ქალი, რომელსაც პიქტონი ხშირად ეხმარებოდა ნარკოტიკებითა და ფულით. გარკვეული დროის განმავლობაში კი ლინი პიქტონის ფერმაში ცხოვრობდა. ერთ ღამეს, როდესაც ლინი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, ჩაეძინა. ის უცნაურმა ხმომ გააღვიძა. გარეთ გაიხედა და ფერმიდან გამომავალი შუქი შენიშნა. დაინტერესდა თუ რა ხდებოდა და შესამოწმებლად ფერმისკენ წავიდა. როცა ოდნავ შეღებულ კარს მიუახლოვდა, საიდანაც შუქი გამოდიოდა, შიგნით ნანახმა სცენამ შოკში ჩააგდო. მან დაინახა ჯაჭვი, რომლის რკინის კაუჭზე ჩამოკიდებული იყო სისხლში ამოსვლილი შიშველი ქალის უსიცოცხლო სხეული. ეს იყო ჯორჯინა ფეით პაპინი, ერთ-ერთი იმ ქალთაგანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისტ-საიდის რაიონიდან უყვალოდ გაუჩინარდა. შოკში ჩავარდნილი ლინი რამდენიმე წამი ადგილზე გაშეშებული იდგა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა და ფერმიდან გაიქცა. პიქტონმა დაინახა, რომ მისმა მეგობარმა მისი საზარელი ნამოქმედარი ნახა, მაგრამ არ გაჰკიდებია. შესაძლოა მან არ მოკლა ლინი მხოლოდ იმიტომ, რომ მას მეგობრად მიიჩნევდა. სერიული მკვლელების უმეტესობა კი როგორც წესი მხოლოდ უცნობებს კლავს. პიქტონი დარწმუნებული იყო, რომ ქალი პოლიციაში არ წავიდოდა. ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავდა, მას კვლავ შეეძლო საკუთარ ბნელ სისხლიან ფანტაზიებში ჩაძირვა და მკვლელობების გაგრძელება. რობერტ პიქტონს სურდა, რომ გამხდარიყო კანადის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი სერიული მკვლელი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ეყოლებოდა მოკლული. პიქტონის ერთ-ერთი მორიგი მსხვერპლი იყო ბრენდა ვულფი, ნარკოდამოკიდებული ქალი, რომელიც პიქტონმა ფერმაში ჩვეული მეთოდით ნარკოტიკებითა და ფულის დაპირებით შეიტყუა. მას შემდეგ კი ბრენდა ვულფი აღარავის უნახავს. რობერტ პიქტონი მკვლელობისას ძირითადად ერთსა და იმავე მეთოდს იყენებდა. ჯერ ქალებს ხელბორკილებით აბამდა, შემდეგ კი მავთულით ან ქამრით ახრჩობდა. ამის შემდეგ სხეულები ფერმაში მოწყობილ ცხოველების სასაკლაოში მიჰქონდა, სადაც მათ ისი ანაწევრებდა, როგორც დაკლულ ღორებს. რბილ ხორცს ღორების ხორცთან ერთად ატარებდა ხორცსაკებში, ნაწილს კი ღორებს აჭმევდა, ძვლებს ფერმის ტერიტორიაზე მარხავდა, ხოლო დარჩენილი ნარჩენები ცხოველთა ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში მიჰქონდა ღორების ნარჩენებთან ერთად. პიქტონი იყო ფსიქოპატი ყასაბი, რომლისთვისაც ეს პროცესი უბრალო მკვლელობა კი არა, რიტუალი იყო, რომლისგანაც უდიდეს სიამოვნებას იღებდა.
1999 წლის თებერვალში ვანკუვერის ქუჩებიდან 35-ზე მეტი ქალი უგზო-უკლოდ იყო გაუჩინარებული, თუმცა პოლიცია კვლავ უყურადღებოდ ტოვებდა მათ საქმეებს. დაუნთაუნის რაიონიდან ქალების გაქრობის შესახებ მალევე გავრცელდა ხმები. იმ უბანში მომუშავე სექს-მუშაკები შეშინებულები იყვნენ, რადგან თითქმის ყოველ ღამე მათ გვერდით მომუშავე გოგონები უჩინარდებოდნენ. ყველა მიცოდა, რომ შემდეგი თავად შეიძლება ყოფილიყო. მათი შფოთვა და უნდობლობა დღითი დღე იზრდებოდა, რის გამოც პიქტონისთვის ქალების ფერმაში შეტყუება სულ უფრო რთული ხდებოდა. თუმცა პიქტონი, რომელიც გარეგნულად უბრალო ფერმერს გავდა, შინაგანად ცბიერი და მტაცებელი ბუნების ადამიანი იყო. მას ჰყავდა რამდენიმე ქალი მეგობარი, რომელთაც იყენებდა ახალი მსხვერპლების ფერმაში შესატყუებლად. ერთ-ერთი მათგანი იყო ლინდა ტეილორი, ქალი, რომელსაც პიქტონი აგზავნიდა ისცაიდის რაიონში, რათა მოეძებნა ნარკოდამოკიდებული სექს-მუშაკი ქალები და ფულის თუ ნარკოტიკის დაპირებით ფერმაში შეეტყუებინა. 2001 წლის იანვარში ვანკუვერიდან გაუჩინარებული ქალების რაოდენობამ 62-ს მიაღწია. ეს უკვე იმდენად შემაძრწუნებელი სტატისტიკა იყო, რომ სამართალდამცავი ორგანოები ვეღარ ახერხებდნენ მომხდარის უგულებელყოფას. შედეგად კი მალევე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება კანადის ისტორიაში. 2001 წლის აპრილში ვანკუვერის პოლიციამ და კანადის სამეფო პოლიციამ შექმნეს სპეციალური ოპერატიული ჯგუფი, რომელიც გაუჩინარებული ქალების საქმეს იძიებდა. გამოძიება $100,000 ჯილდოს პირდებოდა იმ ადამიანს, ვინც გამოძიებას მიაწვდიდა ინფორმაციას, რომელიც მათ დაკარგული ქალების კვალზე გაიყვანდა. პოლიციის ცხელი ხაზი ათასობით ზარით გადაივსო. მხოლოდ პირველ თვეს განყოფილებაში 12,000 ზარზე მეტი შევიდა. ათასობით ზარს შორის იყო რომლებმაც პოლიციას მიაწოდეს ინფორმაცია საეჭვო კაცზე, რობერტ პიქტონზე, რომელიც ვანკუვერთან ახლოს ცხოვრობდა ხორების ფერმაში. მისი სახელი პოლიციამ შეიტანა იმ მრავალ ეჭვმიტანილთა სიაში, რომელიც იმ დროისთვის უკვე დაგროვებული ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ იცოდა პიქტონი წარსულში ქალზე თავდასხმისთვის უკვე იყო დაკავებული, მისი გადამოწმება მაშინ არ განხორციელდა. სამართალდამცველებს არ ჰქონდათ გამოცდილება მსგავსი მასშტაბის გამოძიებაში. დეპარტამენტში სერიოზული ქაოსი სუფევდა, დოკუმენტაცია არეულად ინახებოდა, გამოძიების ჯგუფს რესურსი არ ყოფნიდა და რაც ყველაზე მთავარია, კანადაში იმ დროს არ არსებობდა ერთიანი დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა გაუჩინარებული ქალების იდენტიფიკაცია. გაუჩინარებული ქალების ოჯახები პასუხებს ითხოვდნენ და პოლიციას საჯაროდ მოუწოდებდნენ საქმეს სერიოზულად მოჰკიდებოდნენ, თუმცა გამოძიება ქაოსში იყო ჩაფლული და სრულიად არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. სამართალდამცველები უამრავ დანაშაულო ადამიანს უთვალთვალებდნენ, მაშინ როცა ნამდვილი სერიული მკვლელი იქვე ყველას თვალწინ თავისუფლად მოქმედებდა. სისტემური შეცდომებისა და გულგრილობის ფონზე პიქტონი განაგრძობდა მკვლელობებს. გაუჩინარებული ქალების რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდებოდა. 2001 წლის ივნისში პიქტონის მსხვერპლი გახდა ანდრია ჯოსპერი, ხოლო აგვისტოში სერენა აბოტსვეი, თუმცა ამჯერად პიქტონმა მათი ცხედრები სრულად არ გაანადგურა. ქალების ხელები, ფეხები და თავის ქალები მან პლასტმასის ვედროში მოათავსა და საყინულეში შეინახა. ნოემბერში პიქტონმა მორიგი მსხვერპლი 26 წლის მონა უილსონი ისცაიდის ქუჩის კუთხეში გაიცნო, როგორც ყოველთვის ფული და ნარკოტიკი შესთავაზა და მანქანაში ჩაისვა, მაგრამ ამჯერად ქალი ცხოვრებელ ვაგონის ნაცვლად ფერმის ტერიტორიაზე გაჩერებულ ძველ ავტოფურგონში წაიყვანა. სექსუალური ურთიერთობის შემდეგ მოულოდნელად აგრესიული გახდა და უილსონს 22 კალიბრის რევოლვერიდან თავში ესროლა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 2001 წლის ბოლოსთვის დაკარგული ქალების რაოდენობა უკვე 64-ს აღწევდა. მიუხედავად ამ შემაძრწუნებელი სტატისტიკისა, გამოძიება კვლავ ჩიხში იყო შესული და პოლიცია საქმის გახსნასთან ახლოსაც კი არ იყო. 2002 წლის 6 თებერვალს გამოძიებაში მოულოდნელი გარღვევა მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლმა სკოტ ჩაბიმ, რომელიც დროდადრო პიქტონის ფერმაში მუშაობდა, პოლიციას აცნობა, რომ პიქტონი საცხოვრებელ ვაგონში არალეგალური ცეცხლსასროლი იარაღ
ოჯახს ინახავდა. Ამ ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ ჩხრეკის ორდერი მიიღო და ღორების ფერმაში ჩხრეკა დაიწყო. მათი მიზანი უკანონო იარაღის პოვნა იყო, თუმცა ჩხრეკისას ერთ-ერთმა დეტექტივმა შემთხვევით იპოვა ინჰალატორი, რომელზეც ის საიდის რაიონიდან გაუჩინარებული ერთ-ერთი ქალის სერენა აბოტსუეის სახელი ეწერა. ამ აღმოჩენის შემდეგ ოპერატიულმა ჯგუფმა გადაწყვიტა იარაღის ძებნა შეეჩერებინათ და მოეთხოვათ ახალი ჩხრეკის ორდერი, ამჯერად ის საიდიდან გაუჩინარებული ქალების საქმესთან დაკავშირებით. რობერტ პიქტონი იმ ღამესვე დააკავეს და დროებით დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო პოლიციამ მედიით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული ქალების საქმეში მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდათ. პოლიციის განცხადების შემდეგ დილით პიქტონის ღორების ფერმა ჟურნალისტებით იყო გარშემორტყმული, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები. ყველას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა, რა საშინელს აიდუმლოს მალავდა რობერტ პიქტონი ღორების ფერმაში. სამართალდამცველები ჩხრეკისას ერთ-ერთი პირველები შევიდნენ ძველ ფურგონში. შიგნით მათ საშინელი სურათი დახვდათ. იატაკსა და კედლებზე ყველგან სისხლის კვალი იყო, ხოლო საწოლზე დაგებული ლეიბი მთლიანად მონა უილსონის სისხლით იყო გაჟღენთილი. ფურგონის უკან ნაგვის კონტეინერში გამომძიებლებს კიდევ უფრო საშინელი სანახაობა დახვდათ. კონტეინერში ქალის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ეყარა. სისხლიან სითხეში კი მისი შუაზე გადაჭრილი თავი ტივტივებდა. დაკავებულ რობერტ პიქტონს გამომძიებლები რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. ის ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა და ყველაფერს უარყოფდა. 11 საათიანი დაკითხვის შემდეგ გამომძიებლებმა ტაქტიკა შეცვალეს. პიქტონი წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს და მასთან ერთად საკანში ჩასვეს ფარული აგენტი, რომელიც თავს პატიმრად ასაღებდა. კამერაში ასევე დამონტაჟდა ფარული ვიდეო და მოსასმენი მოწყობილობა, რათა პიქტონის ყოველი სიტყვა ჩაეწერათ. მიუხედავად იმისა, რომ პიქტონმა იცოდა, რომ მას აკვირდებოდნენ, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ამაზრზე ტრაბახში. მან თანამესაკნეს უამბო 49 ქალის მკვლელობის შესახებ და ირონიულად დაამატა, რომ მხოლოდ ერთი აკლდა 50-მდე. გარდა ამისა, ტრაბახობდა თავის გენიალური მეთოდით, თუ როგორ ახერხებდა სხეულების გადამალვას და ნარჩენების მოცილებას. ის განსაკუთრებით ბედნიერი იყო იმით, რომ როგორც იქნა იპოვა ადამიანი, ვისთანაც შეეძლო საუბარი მის მიერ ჩადენილ საშინელებებზე. ფსიქოლოგების შეფასებით, სერიულ მკვლელებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთხოვნილება აღიარებისა და შეფასების სურვილი. მათ სურთი იამაყონ საკუთარი სისასტიკით, თითქოს ეს მათ ძალაუფლებას ადასტურებდეს. პარალელურად პიქტონის ფერმაში ჩხრეკა მიმდინარეობდა. გამომძიებლებმა და კრიმინალისტებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი გათხრები ფერმის ტერიტორიაზე, იმ იმედით, რომ აღმოაჩენდნენ სხვა გაუჩინარებული ქალების ნარჩენებს. ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ იმას, რომ საქმე ჰქონდათ ყველაზე მასშტაბურ დანაშაულის ადგილთან კანადის ისტორიაში, ფერმასთან, რომელიც ადამიანთა სასაკლაოდ იყო ქცეული. მალევე კრიმინალისტურმა ექსპერტიზამ შოკის მომგვრელი მტკიცებულებები გამოავლინა. სამხილები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა იმაზე, რომ ფერმაში უამრავი ადამიანი იყო მოკლული. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იპოვეს მაცივარი, რომელშიც ორი დიდი პლასმასის ვედრო იდო. მათში მოთავსებული იყო სერენა აბოტსუეის და ანდრია ჯოსბერის სხეულის ნაწილები. გამოძიებამ ფერმის ტერიტორიიდან ასევე ამოიღო 100-ზე მეტი ადამიანის დნმ-ის ნიმუში. მტკიცებულებების შეგროვება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის საგამოძიებო ოპერაცია კანადის ისტორიაში. პიქტონის ღორების ფერმაში მოწყობილი სასაკლაოს ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ კანადაში და მის ფარგლებს გარეთ. გაზეთები და ტელევიზიები ყოველდღიურად ავრცელებდნენ ახალი საშინელი დეტალებით სავსე ინფორმაციას, რომელიც ვანკუვერის მოსახლეობას შოკში აგდებდა. კანადის ჯანდაცვის სამინისტროს ტელევიზიით გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. კვლევა მაჩვენა, რომ პიქტონის ფერმიდან გაყიდულ ღორის ხორცში აღმოჩენილი იყო ადამიანის ნარჩენები. საზოგადოება შოკირებული იყო იმის გააზრებით, რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მათ ახლობლებს კლავდა, თურმე მათ ხორცს ისევ მათვე აჭმევდა. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე პიქტონის ფერმაში ყველა ღორი დაუყოვნებლივ გაანადგურეს, როგორც საკვებისთვის უვარგისი. გამოძიება და მტკიცებულებების ძებნა 22 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. 2005 წლის ბოლოსთვის კი გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები მოაგროვა, რათა რობერტ პიქტონისთვის სასამართლოში ბრალი წაეყენებინათ.
2006 წლის 30 იანვარს დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სასამართლო პროცესი კანადის ისტორიაში. რობერტ პიქტონის სასამართლოს წინაშე წარდგა 27 ქალის პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდებით, თუმცა ის მშვიდი სახით უარყოფდა ყველა ბრალდებას. მოსამზადებელი წინა სასამართლო პროცესი თითქმის 1 წელი გაგრძელდა. ურთულესი იყო იმის განსაზღვრა, რომელი მტკიცებულებები შეიძლებოდა ნაფიცი მსაჯულებისთვის წარედგინათ. მედიისთვის თითქმის ყველაფერი დაიხურა. ჟურნალისტებს აუკრძალეს სასამართლოს შიდა მასალების გამოქვეყნება. მხოლოდ ერთი ინფორმაცია გახდა საჯარო. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდება მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გააუქმა. აგვისტოში მოსამართლე ჯეიმს უილიამსმა დანარჩენი ბრალდებები 2 ნაწილად გაყო. 6 საქმე უნდა განეხილათ პირველ ეტაპზე, ხოლო დანარჩენი 20 მოგვიანებით. მან განმარტა, რომ ერთდროულად 26 მკვლელობის განხილვა ნაფიცი მსაჯულებისთვის ძალიან რთული იქნებოდა. გარდა ამისა, პროცესი შესაძლოა 2 წელზე მეტხანს გაგრძელებულიყო, რაც მისი თქმით გაზრდიდა არასწორი განაჩენის გამოტანის რისკს. 2007 წლის 22 იანვარს პიქტონს ბრალი წარუდგინეს 6 ქალის, ფრეის, აბოტსვეის, პაპინის, ჯოსბერის, ულფისა და უილსონის სასტიკ მკვლელობაში. იმავე წელს მედიას მიეცა უფლება სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების და საზოგადოებამ დეტალურად შეიტყვი საშინელებების შესახებ, რასაც წლების განმავლობაში მალავდა რობერტ პიქტონი ღორების ფერმის კედლებს მიღმა. ფერმის ტერიტორიიდან ამოღებული იყო ასობით ცნობი დნმ-ის ნიმუში, რაც იმას ნიშნავდა, რომ პიქტონის ფერმაში შესაძლოა კიდევ ათობით ადამიანი ყოფილიყო მოკლული. პოლიციამ მისაცხოვრებელ ვაგონში იპოვა 22 კალიბრის რევოლვერი, რომელსაც ლულაზე ხმის ჩამხშობი ჰქონდა მიმაგრებული. იქვე იპოვეს ვაზნები, ღამის ხედვის სათვალე, ხელოვნური ბეწვით მოპირკეთებული ხელბორკილები და შპრიცები უცნობი ლურჯი სითხით. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებდა, რომ რობერტ პიქტონი წინასწარ გააზრებულად გეგმავდა ქალების საზარელ მკვლელობებს. პიქტონის ფერმაში მომუშავე სკოტ ჩაბიმ სასამართლოზე განაცხადა, რომ პიქტონმა მას უთხრა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ქალის მოსაკლავად ერთ-ერთი საუკეთესო გზა საქარე მინის სარეცხის სითხის შეყვანა იყო მის ორგანიზმში. მეორე მოწმე ენდრიუ ბელვუდი, რომელიც ასევე პიქტონის ფერმაში მუშაობდა, თავის ჩვენებაში წერდა, როგორ უყვებოდა პიქტონი თუ როგორ აღჭობდა ქალებს, როგორ ანაწევრებდა მათ სხეულებს და როგორ აჭმევდა მათ ნარჩენებს ღორებს. მტკიცებულებებს შორის კი ყველაზე შემაძრწუნებელი იყო ფოტო, სადაც პიქტონი ინახავდა მონა უილსონის დანაწევრებულ სხეულის ნაწილებს. 2007 წლის 9 დეკემბერს ნაფიცმა მსაჯულებმა თავიანთი გადაწყვეტილება გამოაცხადეს. რობერტ პიქტონი უდანაშაულოდ ცნეს პირველი ხარისხის მკვლელობის 6 ბრალდებაში, თუმცა დამნაშავედ აღიარეს მეორე ხარისხის მკვლელობაში. 2 დღის შემდეგ მოსამართლე უილიამსმა განაჩენი გამოაცხადა. რობერტ პიქტონს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, პირობით უადამდეგა თავისუფლების უფლების გარეშე. მას შემდეგ, რაც პიქტონი პირველ სასამართლო პროცესზე 6 ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, პროკურატურამ განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებდა დარჩენილი 20 ბრალდების განხილვას. მათი განმარტებით, მეორე სასამართლო პროცესის ჩატარება იმ შემთხვევაშიც, თუ დამატებითი გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა, არაფერს შემატებდა პიქტონის სასჯელს, რომელიც უკვე კანონით დასაშვებ მაქსიმუმს წარმოადგენდა. 2024 წლის 19 მაისს ციხეში პიქტონს თავს დაესხა სხვა პატიმარი, მარტინ ჩარესტი, რომელმაც მას სახეში გადატეხილი ცოცხის სახელური ჩაარჭო. დაჭრილი პიქტონი, რომელიც უკვე კომაში იყო, სასწრაფოდ ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის აპარატზე შეერთებული გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 31 მაისს. 2025 წლის ივლისში რობერტ პიქტონის მკვლელს, მარტინ ჩარესტს, პირველი ხარისხის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. მან თავი დამნაშავედ ცნო და მშვიდად განაცხადა, რომ ეს პიქტონის მსხვერპლთათვის გააკეთა.